როგორ ცხოვრობს გელა გელაძე, ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი. მას და მის ცოლს აქვთ 2 კერძო სახლი, 6 ბინა და 1 სასტუმროს ნომერი. ყველა მათგანს პრესტიჟული მდებარეობა აქვს. ოქროყანა, ბეთანია, კოჯორი, ბაკურიანი, ხოლო თბილისში ჭავჭავაძის და ყაზბეგის გამზირები. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის 13% სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობს, დანარჩენი კი სიღარიბის ზღვართან ახლოს, გიჩვენებთ, როგორ ცხოვრობენ გავლენიანი ადამიანები, მაღალჩინოსნები და მათი ერთგული მსახურები. გახდით ჩვენი გამომწერი და ამ გადაცემის მომდევნო ეპიზოდები არ გამოგრჩებათ. ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით მოგიყვებით ფუფუნების ამბებს. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს გაზიარებაც. გელა გელაძე ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრია. თანამდებობაზე 8 თვის წინ დაინიშნა. Adoni Gela არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი. წლებია, რამდენი 2000 წელია. უკვე მეტი, გეკაჩეი მეგობარია კი. იქამდე სუსის უფროსის, თავდაცვის და განათლების მინისტრების მოადგილე იყო. კიდევ უფრო ადრე მანდატურის სამსახურს ხელმძღვანელობდა. ზოგადად საპოლიციო სამსახურებში წლებია მუშაობს, წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული. უძრავი ქონების უმეტესობა კი 2011 წლის შემდეგ მოაგროვა. ისინი ძირითადად მეუღლის ნათია ელიზბარაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. მინისტრის ცოლმა 2023 წელს $228,000 იყიდა 168 კვადრატული მეტრი ბინა მთაწმინდაზე, M კვადრატის კომპლექსში. ბინა ფუნიკულიორის პარკიდან 5 წუთის სავალზე, ოქროყანის ტყეპარკში მდებარეობს. პროექტის მიხედვით ექნება 68 კვადრატული მეტრი ფართობის ტერასაც. ნათია ელიზბარაშვილმა 2024 წელს იყიდა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერი ყოფილ იპოდრომთან ორბი ჯგუფის მშენებარე კომპლექსში, Central Park Towers-ი. აქ Radisson Blu's გახსნა იგეგმება. Расположение на 42 этаже Central Park Towers. ქონება $150,000 შეიძინა. ეს თანხა დეკლარაციის მიხედვით მშობელმა აჩუქა. ნათია ელიზბარაშვილის სახელზეა 3 სართულიანი კერძო სახლი კოჯორში, აზეულას ქუჩაზე. ამ უბანში მსგავსი სახლები სულ მცირე $300,000 ღირს. მინისტრის ოჯახს აგარაკი ბეთანიაშიც აქვს, ამჯერად უშუალოდ გელა გელაძის სახელზე. ეს სახლი დაახლოებით $200,000-დაა შეფასებული. ახლა შემდეგ კურორტზე, ბაკურიანში გადავინაცვლოთ. აქ გელა გელაძის ცოლს 3 აპარტამენტი აქვს, სასტუმრო კაორის კომპლექსში. სამივე მათგანი 2017 წელს შეიძინა. მინისტრის ცოლს ბინები აქვს ვაკეშიც. ერთი Park Place-ის კომპლექსში, რომელიც 2012 წელს $182,000 იყიდა. მეორე უშუალოდ ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც დაახლოებით $150,000-დაა შეფასებული. გელა გელაძეს მიწის ნაკვეთიც აქვს ახმეტაში, სოფელ მახრაანში. მინისტრს და მის ცოლს ძვირადღირებული ავტომობილებიც ჰყავთ. €125,000-იანი Mercedes-ი და $70,000-იანი Toyota. გელა გელაძე ქართული ოცნების ხელისუფლების მნიშვნელოვანი ფიგურაა. იმ ფონზე, რომ მისი გუნდი ევროპის გაშავებითაა დაკავებული და დასავლეთისგან სრულ იზოლირებას ირჩევს, მინისტრს შვილებისთვის მაინც ევროპული განათლება უნდა. მისი ერთი შვილი თბილისის ევროპულ სკოლაში სწავლობს, მეორე ინგლისში, ექსეტერის უნივერსიტეტში. მათი სწავლისთვის 2024 წელს 35,000 გირვანკა სტერლინგი და 20,000 ლარი გადაიხადა. რა შემოსავალი აქვს გელა გელაძეს და მის ოჯახს? შინაგან საქმეთა მინისტრის ხელფასი 13,600 ლარია. გელა გელაძეს სამშენებლო კომპანიებიდან 2020-2024 წლებში 530 ლარი აქვს აღებული. ამჟამად მხოლოდ შეპესეთ დეკოს ფლობს, საიდანაც შემოსავალი არ აქვს. ერთი კომპანია აქვს მინისტრის ცოლსაც, სილამაზის სალონი Nail Bar-ი. თუმცა დეკლარაციებში ამ ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. შინაგან საქმეთა მინისტრის და მისი ცოლის ანგარიშებსა და ანაბრებზე არის $127,000, €6,000, 15,000 გირვანკა სტერლინგი და 22,000 ლარი. ხსმენიათ ქართული ოცნების წევრების ან საჯარო მოხელეების დამალულ ქონებაზე. მოგწერეთ კონფიდენციალურად მეილზე ან სიგნალში. დეტალებს აღწერაში იპოვეთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს გაზიარება.